2008 წლის შემდეგ ჩვენები არ ყოფილან საბრძოლო ოპერაციაში ამ მასშტაბის და მინდა ვთქვა რომ აშკარად პროგრესი აქვს გაკეთებული და ეს ძალიან მიხარია. მეორე ამოცანა მათი იყო მე ვფიქრობ პროვოკაციის მოწყობა და მე ვფიქრობ ესეც არ გამოვიდათ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური რაღაცა იყო, იმიტომ რომ თუ ჩვენ ქვეყნის დამყრობას რამე საბაბის შექმნა სურს ხოლმე, აი ესეთი რაღაცეები პირდაპირ თუ არაპირდაპირ ემსახურება სწორედ მსგავსი საბაბების შექმნას. ოპერაცია იყო ურთულესი, მე თვითონ დღეს ვნახე ხეობის შესასვლელი, ვიცით რა იმდენი ჩასახვევი დამოსახვევი, იქ 5 კაცი რო გამაგრებულიყო. იქ მნიშვნელობა არ აქვს შენ ამდენ პოლიციას გადასვლა, რაც რომელმეც გადასვლა, მით რისკის ქვეშ არიან. რაოდენობას მნიშვნელობა აქვს, ჩვენ გამოვიყენეთ ავიაცია, გამოვიყენეთ უპილოტოები, კარგია რომ ტექნიკური საშუალებები გვაქვს, მათ შორის გადაჭერის საშუალებები. და იყო ძალიან კარგად გამიზნული, ძალიან ბევრ ქვეყანას გაუჭირდებოდა ბევრად უფრო მდიდარს და მრავალრიცხოვან რაზმებით. ამ ხარისხის ოპერაციის ჩატარება ასე რთულ რელიეფში და ასე რთულ გარემოში. რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი ტრაგედია რომ 3 ჩვენი მებრძოლი დაიღუპა გმირულ გარემოებებში, მე თქვა. მათ შორის პაციენტის გამოყვანას პრაქტიკულად შეეწირა ჩვენი ექიმი. ესენი ძალიან კარგი მებრძოლები იყვნენ. ერთი მათგანი სამბოს ჩემპიონი იყო, მეორე ძალიან მაგარი სნაიპერი. ჩვენ მათ ვიცნობდით, დაჯილდოებულები იყვნენ. თან შავნაბადა ისე იყო, რომ შავნაბადა ცხინვალიდან გამოვიდა დანაკარგების გარეშე 2008-ში და აქ 2 დაკარგა ერთბაშად, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი დანაკარგია, იმიტომ რომ ესენი მართლა საუკეთესო მებრძოლები ყავს და საუკეთესო რაზმი, რომელიც საქართველოს გააჩნია. ძალიან ცოტ ქვეყანას ყავს ასეთი. და მინდა უბრალოდ თქვა ყველას უთხრა მათ შორის ჩრდილო კავკასიის ჩვენ ძმებს ჩვენ ბუნებრივად გვაქვს მათ მიმართ სოლიდარობის განცდა და სიმპათიის განცდა ჩვენ ქართველ ერს. მით უმეტეს იმ სიტუაციაში, როცა რუსეთი არის დამპყრობელი ჩვენი ტერიტორიის. დროებით მიტაცებული აქვს ჩვენი ტერიტორიის უძვირფასესი ნაწილი. და გამოყრილი ყავს ჩვენი ხალხი. მაგრამ ყველამ კარგად უნდა გაიგოს, ჩვენ ჩრდილო კავკასიელები გვინდა აქ როგორც მეგობრები, ვიზიტორები, ტურისტები, უბრალოდ სახში სტუმრები, სიამოვნებით მივესალმებით მათ ჩვენ კურორტებზე, ჩვენ გაშლილ სუფრებზე. ჩვენ გვინდა მათთან ვაჭრობა, ურთიერთობა, კავკასი არის ერთიანი სივრცე, მიუხედავად საზღვრებისა, ადამიანური, ეკონომიკური, კულტურული, ისტორიულად, პოლიტიკურად ერთიანი სივრცეა და ეს უნდა იყოს ერთიანი მშვიდობის სივრცე. მაგრამ ეს საქართველო ის არ არის 90-იან წლებში რო იყო, რომ შემოვედი, გავედი, ვინც მინდა ავიყვანე, ვინც თამაზაშვილი რომ მართავდა კახეთის შინაგან საქმეთა სამართლოს. დღეს ციხეში მჯდომი კრიმინალი. თამაზაშვილში ავერიეთ ეთყობა დღევანდელი მთავრობა. თამაზაშვილის დროს მოდიოდა იქ ტყვეებით ვაჭრობა, მე შენ ამას მოგცემ, შენ იმას მოგცემ, ნარკოტიკი გადამატარია, იარაღს შემოგიტან, ჩამიფელი, შემინახე. მე არ მაქვს თბილისში სტენდები რო იყო, რომ აი სადა ეს ბიზნესმენი გატაცებული 171 დღე, მახსოვს ფადიასლის ვიღაც პარტნიორი გატაცებული და კიდე ქართველი ბიზნესმენები და იყო პირდაპირ ადამიანებით ვაჭრობა, პეტრეცის კარშვილი კუსტპინან გაიტაცეს, პირდაპირ თბილისში ცეჩი მოდიოდა და უამრავი სხვა ეხა ეს რაც ჩვენ მაგალითებს ვიხსენებთ და ჩამოდიოდით და ის მახსოვს მაშინ ჩამოვით ერთხელ და ეს თამაზაშვილები დანარჩენი ისე თვალებს გვიკრავდნენ ესე რომ ცისკარიშვილი გადაცებული პანკისში რომ აი ხა იქ ჩვენ ბიჭებს ველაპარაკებთ და ესე რა ერთად აკეთებენ ბიზნეს მათ შორის ადამიანების აქეთ-იქით დარების ბიზნეს ეს სხვა საქართველოა ის წარსული რამინ რა უნდა იხდურას ვერ დაბრუნდება ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების დონე უფრო მაღალი ვიდრე დანიას და შვეციას და როცა აქ ადამიანი გადმოდის ან შემოდის მან უნდა იცოდეს რომ აქ 90-იან წლების თამაზაშვილების და თარგამაძეების იმაში ჩამოდის მახსოვს თარგამაძემ და რუშაელო მეთად გააკეთეს ოპერაცია გადაიყვანეს ჩეჩნები დასახოცად მაშინ კოდორში ეს იყო კლასიკური რუსული რამ გამახსენა კიდე რაც მოხდა გუშინ წინ რუსული სცენარით მოკიდა ხელი კახა თარგამაძემ
და აიყვანა ეს რაზმი გელაევის, გადაიყვანა კოდორში, მიცეს რუსებს კოორდინატები და აი ეს ამას აკეთებდა მაშინ. ვინსაც გადაყავდათ, ვინ როგორ გადმოყავდათ, როგორ ოპერირებდა და ამასში უამრავი ადამიანი იჭრდებოდა. მე მაშინ მახსოვს იუსტიციის მინისტრი ვიყავი და შევანაც უთხარი თარგამაისთან დაწევით, თუ ეს კაცი ვერ ამყარებს წესრიგს, იქ ყავდა რაღაც 200 კაციანი რაზმი, მოდით მე შემიშვით და ჩვენ დავამყარებთ წესრიგს. რა თქმა უნდა, სასაცილოდ არ იყო. და ჩვენ უნდა რომ იქ თავიდანვე დაამყარა წესრიგი. და მით უმეტეს ახლა უბრალოდ სასაცილოა ამის უკან დაბრუნებაზე ლაპარაკი. და მაგრამ ნუ ოპერაცია იყო ძალიან რთული. და მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ არ გვიხარია არავის სიკვდილი, მათ შორის არც იმის სიკვდილი არ მიხარია, ვინ ჩვენი ხალხი დახოცა, საუკეთესო მებრძოლები და საუკეთესო მოქალაქეები დაგუხოცეს. იმსახურებდნენ ალბათ ისინი ამას, მაგრამ არ მიხარია. და ამიტომ ჩვენ არა ვართ რუსეთის ჯარები, ჩვენ უნდა მივაგოთ მათ შორის მათ დაღუპულებს შესატყვისი პატივი, გაუპატიოსოთ მათი მიცვალებულებიც და ჩვენი ისტორიული ტრადიციების თანახმად და მათში მუსლიმანური ტრადიციების ყველა დაცვით უნდა დააგრძელოთ ისინიც. და თუ მათ ახლობელს უნდათ კავკასიდან ჩამოსვლა, უნდა მიუთითოთ სად არის მათი საფლავი. მაგრამ ასევე ყველა უნდა გაფრთხილდეს. აქ ესე წინ დაუკან სიარული საქართველოში, მით უმეტეს მუხებით, ხუმბარტყორცნებით და ხალხის გადაცემა პირუტყვები იყვნენ. და მუქარები და მით უმეტეს ჩვენ პოლიციაზე და სამართალდაცვაზე ხელის აღმართვა ისჯება ისე როგორც დაისაჯეს გუშინ და გუშინ. ყველაზე ძვირფასი მონოპოვარი ჩვენი არის უსაფრთხოება, ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში. კავკასიაში კი არა მარტო. და არ პოსტსაბჭოს სივრცეზე როგორ შევედებთ ევროპაში. აგენ ამის იქით დუხს ყველაფერი და აქედან აი ეს 10 კილომეტრში 12 კილომეტრში იქხა. აი პირდაპირ ეს ფთა და ალპიური ზონა იწყო. ყველაფერი დუხს, აი ხა დილიდან მკითხავდი ინფორმაციას, დილიდან არის ერთი რამდენიმე შეტაკება უკვე დიდი. გუშინ რა ხდებოდა, გუშინ წინა კვირებში რა ხდებოდა. ყველამ ეს კარგად ვიცით. მაგრამ აქეთ ხარეს, აგერ ყვარელი შენდება წარმოუდგენელი ტემპებით, ვისაც არ უნდა ჩამოვიდეს და ნახოს. თელავში ჩამოგვენგრა თავზე ყველაფერი, სტიქის შედეგად, თან ორჯერ. არ ხო დაღვადგინეთ. ისეთი აღშენებულ